მას მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. იმედია კარგად ხართ, იმედია თავს კარგად გრძნობთ. სასიამოვნოა ისევ და ისევ თქვენთან შეხვედრა. შემოგბრძანება, ასე ვთქვათ, ჩემ სივრცეში. გეპატიჟებით და ეხლა გადავწყვიტე გავაკეთო აპრილისთვის პროგნოზი ოღონდ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით. ანუ ნახეთ, ზოდიაქოს აქ თავისი სტიქიები, ენერგიები, ხო? წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი. ეს 4 სტიქია, რომელიც განაგებს 12 ზოდიაქოს, ასე ვთქვათ, ნიშანს. და აი ამ სტიქიების მიხედვით აპრილის თვე ზოდიაქოს ნიშნებისთვის როგორი იქნება ზოგადად, საჯაროდ, იმიტომ რომ საჯარო გაშლაა და რა თქმა უნდა ეხლა ყველა ზოდიაქოს ცალ-ცალკე რომ გავშალო ძალიან გრძელი იქნება. მე დროს წაიღებს თქვენთვისაც საყურებლად უფრო გაგირთულდებათ და გავაადვილოთ რომ პროცესი პრინციპში ამ 12-ვე ნიშანში, ანუ შედის ყველა სტიქია, მეტნაკლებად, აი ვთქვათ, ვარ მე ცეცხლის სტიქია, ხო? აი ხა, ჩემში შეიძლება მოძალებული არის წყალის სტიქიაც, ბევრი რამე მაქვს, ანუ ვიძახი, ასცენდენტი მზის მაქვს და სიტყვაზე ვიძახი, ყველაფრის გაშუქება და განათება მიყვარს და ღია ადამიანი ვარ. ჰაერიც მაქვს და აი მაგალითად მიწის სტიქია მაქვს ნაკლებში. ანუ გესმით როგორი სიტუაციაა? მეტნაკლებად ყველა სტიქია გვაქვს ყველას, მაგრამ ეხა დომინირებს, რა თქმა უნდა, ის რაც ხარ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და 1-2 სტიქია და დანარჩენი შეიძლება მინუსში კონდეს. ეს უკვე, ანუ ამაზე უკვე უნდა შეადგინო შენი პირადი ასტროლოგიური რუქა, თავისი ასცენდენტით, ყველაფრით და იქ უკვე ჩანს, მაგრამ მე ვიძახი ახლა ვსაუბრობ ზოგადად მეთქი, არა? ამიტომ ყველა ზოდიაქოს ნიშანი, რაც არ უნდა გქონდეთ, რაც ხართ, ხო, ვთქვათ, ხართ, იგივე ტყუპი, სიტყვაზე ვიძახი. ჰაერის სტიქია, ხო? ანუ იმის მთლიანად ზოგადად, ხო, გაინტერესებთ ხოლმე, არა? აი, ვთქვათ, მისი თვისებები, სიტუაციები, მოვლენები, ხო, ემთხვევა. აი ესეთი ფონია, მოკლედ, ზოგადი ფონია. ასე რომ, ნახოთ. ეხლა აპრილის თვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ოღონდ სტიქიურად, ანუ სტიქიების მიხედვით, რა ენერგიების მიხედვით და როგორი იქნება, რა თქმა უნდა, ეს აპრილის თვე იქნება რჩევაც და ფინანსური სიტუაციაც როგორი გექნებათ და პირადიც როგორი გექნებათ. დანარჩენი ეხლა, რა ვიცი, თქვენ განსაჯეთ, თუ მოგეწონებათ, დამილაიქეთ და თუ კიდე რამე კითხვები გაგიჩნდებათ კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით, მომწერეთ, გამიხარდება თქვენი ენერგოგაცვლა იქნება ლაიქით, რა თქმა უნდა. რაც, ანუ მოითხოვს ეს YouTube-ის არხივ, არა? სიტყვაზე გითხრათ, დიდად ეხა მე ამ გამომწერების იმას არ დავეძებ, უბრალოდ ჩემ საქმეს ვაკეთებ და თქვენთვის ინფორმაცია, ანუ მოდის, გაწვდით, ხო? ფაქიზის სივრციდან. ეხლა კონცენტრაცია გავაკეთოთ, ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, მშვიდად განვეწყოთ და პირველი იქნება ჰაერის სტიქია, ვინც ხართ ტყუპი, სასწორი, მერწყული, ვიწყებ თქვენგან. ჰაერით, იმიტომ რომ ჰაერი დღეს, მით უმეტეს დღეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჰაერის ნიშნები, ვინც არიან ტყუპები, სასწორი, მერწყული, აპრილის თვე, პირადი, როგორი იქნება თქვენთვის? 2026 წლის აპრილის თვე. ჰაერის ნიშნის ზოდიაქო ტყუპი, სასწორი, მერწყული. პირადი. აქ ექნებათ პირადში, რა სიახლეები შემოვა თქვენს პირადში, ვინც ხართ ტყუპი. ჯერ ესე დავდებ. ეხა ფინანსები, კარიერა, სამსახური. რა გელით ტყუპებს, ჰაერის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ტყუპებს, სასწორს, მერწყულს, ფინანსურ საკითხში. რა გელით? სამსახური, კარიერა, ბიზნესი. როგორი იქნება ფინანსები?
ტრანსფორმაციას განიცდით, არ ვიცი რას. რაღაც შეცვლა გინდათ და იქნება რჩევა ჰაერის ნიშნის ზოდიაქოს თვის ტყუპების სასწორი მერწყული. აპრილის თვე რჩევა. მოდი მეორესაც ამოვიღებ მაინც, ხო? მშვენიერი. მოკლედ დავიწყე პირადით ტყუპის სასწორი მერწყული. პირადი ურთიერთობები. დავშლი უკვე კარტებს და ნახოთ. ეს არის მხოლოდ ერთი თვის პროგნოზი. ნახეთ, შემოკარგებო, აქ არის კარმული ურთიერთობა, კარმული სიტუაცია, ჰაერის ნიშნები განიცდით ახლა პირადში ამ კარმულ, ასე ვთქვათ, ურთიერთობას, პოზიციების დაცვა პარტნიორიდან და ამოდის ცდუნების კარტი, ვნების კარტი, სექსის კარტი. და შეიძლება ითქვას არაკანონიერი კავშირები. პირდაპირ გადავთარგმნოთ ეს ამოდის, რომ ეხლა გადიხართ კარმულ პერიოდს, მაგრამ აღდგენა მოდის, ის რაღაც ცუდი პერიოდი გაიარეთ, კი გაქვთ პოზიციების დაცვა, ეხლა პარტნიორთან მიმართებაში რაღაცას აანალიზებთ, რაღაცას ფიქრობთ, თქვენი რაღაც პრინციპები გაქვთ, გასაგებია, მაგრამ ცდუნებაზე უარს ვერ ამბობთ და მთლიანობაში ამოდის საყვარლების კარტი, ანუ ტყუპების სასწორი მერწყული გაემზადეთ. ძალიან ცხელი ინტიმური ცხოვრებისთვის აპრილის თვე. უარს ვერ იტყვით. ეხლა რაც შეეხება კარიერა, აქ არ ჩანს აპრილის თვეში, ახალი რაღაცა. თუ ელოდებოდით, ყველათ დაელოდებით, კარტების მიხედვით ასე ახლა ზოგადი გაშლაა, ხო? უარს მაჩვენებენ, იმიტომ რომ აქაც გაურკვეველი სიტუაციაა. არ ვიცი რას ელოდებოდით, რა მიზნები გქონდათ, ფაქტია რომ მოლოდინის რეჟიმში ხართ ეხლაც, ფინანსებს, კარიერას, ფულს ეხება, გაქვთ გაურკვევლობა და აქ ამოდის კიდე მოტყუების კარტი, ანუ რისკია, ნახეთ, ეს არის პროგნოზირება. ეს არ შეიძლება რომ ყველაფერი აცხადდეს, ხო? უბრალოდ გვაფრთხილებს თუ ხარ, ასე ვთქვათ, გაფრთხილებული ხარ შეიარაღებული. უკაცრავად. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს, რომ აი მოტყუების, ცდუნების რისკი მეტია. და ამიტომ ყველაფერი დაწონეთო, იფიქრეთო, მაჩვენებს ფიქრის კარს, explanation, ანუ მიღებას, რაღაცის გადაწყვეტილების მიღებას, რაღაცა დილემის წინაშე დგახართ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ჯეკპოტი ამოგდით. მე არ ვიცი რა. სამყარო გაჯილდოვებთ. ჰაერის სტიქიის ნიშნებით დაბადებულებს, ტყუპებს, სასწორს მერწყულს აპრილის თვეში იმ ყველაფერთან ერთად კარმული სიტუაცია, რაღაცა პოზიციების დაცვა, რაღაც დაბრკოლება, რაღაც შეფერხება იქ, უკანონო კავშირები და არმური, სექსუალური რო იტყვიან, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად კარიერული, ისე გაგრძელება ყველაფრის ცვლა არ არის. პატარა ფულების შემოდინება, ეს ნიშნავს, რომ აი მოულოდნელი ფული, პატარა და დიდ ტრანსფორმაციას განიცდით თქვენ ფინანსებთან, კარიერასთან, ბიზნესთან დაკავშირებთან რაღაცა ცვალებადობა იქნება, თუმცა ჯეკპოტი მაინც ამოგდით, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი კარგად დასრულდება. ან თქვენ როგორც გინდათ, ანუ უნდა იფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. მადლობა ჰაერის სტიქიის ნიშნებო, ტყუპებო, სასწორებო და მერწყულებო. გადავედი წყლის სტიქია, კირჩხიბი, მორიელი თევზები. კირჩხიბი, მორიელი თევზები, აპრილის თვე, 2026 წლის. პირადი, რა გელოდებათ? კირჩხიბი, მორიელი თევზები, აპრილის თვე, 2026 წელი, პირადი. როგორი იქნება თქვენი პირადი? წყლის სტიქია, კირჩხიბი, მორიელი თევზები, ფინანსები.
რა გელით ფინანსებში აპრილის თვეში 2026 წლის აპრილი წყალი კირჩხები მორიელი თევზები ფინანსური მდგომარეობა თქვენი და რა თქმა უნდა რჩევაც წლის სტიქიისთვის აპრილის თვე რჩევა ჯამში საბოლოოდ ჩვენიერია დავიწყეთ პირადით წყალი ვინც ხართ კირჩხები მორიელი და თევზები ამოგდით სტაგნაცია მსხვერპლშეწირვის კარტი ძალიან ბევრი რო გაქვთ თქვენ თავზე აღებული და ყველასთვის ყველაფერს რო აკეთებთ ემოციონალური ფონი რო ძალიან დიდია გაჩერება როა თქვენ პირადში თქვენი დათმობა მაგრამ ამოდის მხედარი სტაბილური ადამიანი რომელიც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში და იქნება და ამოდიხართ თქვენ ცივი გონების სახით და გადაწყვეტილების მიღებით. აქ აქტიურობა უნდა მოახდინოთ თქვენ პირადში, იმიტომ რომ ის გაჩერება უკვე წარსულისკენ არის. ანუ აპრილის თვე ცოტა დაიძრება. მე ვერ ვიტყვი რომ ეხა დიდი ნახტომით, მაგრამ პირადში ანუ დაძვრა რაღაცა რო იტყვიან ნახტომი იქნება ოღონდ თქვენი გონება מחვილობის, გამჭრიახი გონების, ცივი გონებით, არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით და აქტიურობით. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას იგივე ფულს, ხო? აქ ამოდის პატარა შენაძენი, პატარა რაღაცა საჩუქრები, სტაბილური სიტუაცია გექნებათ ფინანსებში, თქვენ საქმეში, თქვენ სამსახურში თუ რამე ბიზნესია ისევ ისე გაგრძელდება, გაქვთ მოლოდინები, მომავალში კარგი მოლოდინები. მუშაობთ ბევრს, უმრავლესობა კირჩხები მორიელი თევზები მაჩვენებენ რომ ჩაბმული ხართ, აი ქარხანაში რომ მიდის ქალი და 24 საათი მუშაობს, ახლა ესე არა, მაგრამ დაკავებულები ხართ, იხსენებთ წარსულ სიყვარულს და ეს ახლა უდავოდ ესია, იმიტომ რომ წყლის სტიქი ახართ ემოციონალური ფონი მეტია, გრძნობიარეები ხართ უფრო მეტად, ინტუიციაც უფრო მეტი გაქვთ და ყველაფერი სახლისთვის, ანუ რა გაქვთ ახლა ნახეთ, რჩევა. მოიწყეთ კომფორტი, სილამაზე და აი ის რაც გიყვართ, ხო თქვენი სახლი გაალამაზეთ, კარმი დამო, ანუ აი ეს რაღაცა შეიტანეთ, ხო? სახლის კარტი ამოდის. შეიძლება რემონტი გაქვთ, შეიძლება გინდათ რაღაც განაახლოთ, შეიძლება ავეჯი გინდათ ახალი, ან ეზო გინდათ ანუ რაღაცა, ხო, სიახლე, კომფორტი, ანუ აქ სახლის შეძენა არ არის, აქ არის აი მოწყობა, კომფორტის შექმნა და აი ესეთი რჩევაა რა, რომ ეს გაგიადვილებთ ამ ყველაფერს, ფინანსებში სტაბილობა, დიდი ცვალებადობა პირადში არ არის, ოღონდ კიდევ ერთხელ ვიძახით, თქვენზეა დამოკიდებული კირჩხები, მორიელი თევზები, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ინტუიცია, იმაზე მეტი შეიძლება, რაც შეიძლება უნდა გქონდეს ჩვეულებრივ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, მაგრამ ეს ზოგჯერ თქვენთვის დამანგრეველია, იმიტომ რომ იმაზე მეც ფიქრობ და იმაზე მეც განიცდით და ღელავთ, ვიდრე სხვა ზოდიაქოს ნიშნები, ამიტომ აქ მაგიტომაც აჩვენებენ ცივ გონებას, ანუ ემოციონალური ფონი ცოტა უნდა დაბალანსოთ. ანუ აი ეს მომენტია. კარგით, მადლობა. წყლის სტიქია კირჩხიბო მორიელო თევზებო, აპრილის თვე სტაბილური იქნება. გავაგრძელეთ მიწა. მოვიდა კურო ქალწული თხის რქა. მიწის სტიქია 2026 წლის აპრილის თვე. როგორი იქნება კურო ქალწული თხის რქისთვის მიწის სტიქის წარმომადგენლებისთვის 2026 წლის აპრილის თვე როგორი იქნება მიწის სტიქის წარმომადგენლებისთვის ეს პირადი ეხლა ვნახოთ ფინანსები და ბიზნესი და სამსახური მიწის სტიქია კურო ქალწული თხის რქა აპრილის თვე გვაჩვენეთ, გითხარით, მიწის სტიქია, აპრილის თვე.
დარჩევა მიწის სტიქის წარმომადგენლებისთვის კურო ქალწული თხის რქა. აპრილის თვე. კი ბატონო, ეხლა დავიწყეთ პირადით, აქ სტაბილური სიტუაციაა. თუ თქვენ ხართ მიწის სტიქია, ხო, გინდათ სტაბილური პარტნიორი და ჩანს აგერ, ახალი დასაწყისიც არის, მაგრამ ნახეთ, გულდაწყვეტა ჩანს. რაღაცა კინკლაობა, რაღაცა დავა, რაღაც შეუთავსებლობა, შეუთანხმებლობა და ეს გადარდიანებ, თუმცა არის პარტნიორი და ახალი დასაწყისიც არის, მაგრამ თქვენ რაღაცებზე გაქვთ გული დაწყვეტილი, ანუ აიცით როგორ პოზიციაში ხართ, მივცე კიდე შანსი? ანუ თქვენი არჩევანია მისცემ თუ არა შანსს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიცი, სტაბილურად არის ეს ადამიანი, ვიღაც, ხო? თქვენთან არის. ანუ აქ არის კურო, ქალწული თხის რქაზე საუბარი. ეხლა რაც შეეხება ფინანსებს, ნახეთ, გადასახდელები გაქვთ რაღაცები. აქ ჩანს ეს თვე, აპრილის თვე იქნება რაღაცების გადახდა, კრედიტები, ბანკები, მოწყალების გაცემა, რა ვიცი, შეიძლება ვინმეს აჩუქოთ ფული. ყოველ შემთხვევაში თქვენი იმიჯი, ნახეთ, შექმნილია როგორც სტაბილური ადამიანის, ხო, ესეთი იმიჯი გაქვთ, მაგრამ თუ ბევრს გასცემთ ამ აპრილის თვეში, მე დანაკარგი გექნებათ. და ცოტა გული დაგწყდებათ. მე არ ვიცი ხა აპრილის თვე სადაც ხარჯველი თვეა თლიანობაში რომ გამსაჯოთ. მაგრამ გულდაწყვეტა გაქვთ რატომ ნახეთ გზა გიჩანთ. და შეიძლება ვერ გათვალოთ და აი ამ ან წასასვლელი აღმოჩნდეთ სადმე ან რაღაც ესეთი მომენტი იყოს და აღარ გეყოთ იმდენი, რასაც ვთქვათ, გქონდათ გადანახული ან ფიქრობდით. თუმცა ცუდად მაინც არაფერი არ იქნება, ამოდის საბოლოო ჯამში გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ეს პრაგმატიზმი და ის რომ ითვლით და გიყვართ დათვლა და მით უმეტეს ქალწულებს ყველაფერი თავის ადგილას და ყველა კაპიკისა ესე გამოთვლა, ეს პედანტიზმში რო გადადის, კარგია, კარგი თვისება, იმიტომ რომ ეს გადაგარჩენთ. რაც შეეხება რჩევას, აქ გამოდის პრივილეგირებული ქალბატონივით იქნებით ყოველთვის, იმიტომ რომ თქვენთვის ეს ქალწულებისთვის, კუროებისთვის და თხის რქებისთვის აუცილებელია, რომ ჩანდეთ ლამაზი, პრივილეგირებული, მოვლილი, სუფთა, კოხტა, თქვენი ეს პირველი პრივილეგიაა. სილამაზე, სიკოხტავე, ქალურობა, ანუ რაც თქვენ ბუნებაშია და ამას გამოაჩენთ და იქნებით თქვენს პედესტალზე, რო იტყვიან და მოლოდინის რეჟიმში, ანუ სასურველი ქალის პოზაში, თუ რა თქმა უნდა ქალები მიყურებთ. მთლიანობაში, რა ვიცი, ნორმალური ზოგადი ისეთი გაშლა, ცუდი არაფერი არ არის. მიწის სტიქიას ყოველთვის ექნება ფული, თუ ის იქნება რამით დაკავებული და ამ თავის ენერგიას დახარჯავს. ნახეთ, მიწის სტიქიას აქ ეს პრივილეგია, რომ ის ხარჯავს ენერგიას, მას მოსდის ფული. ასე გადაწყვიტა ბუნებამდე და სამყარომ, რა ვქნათ? ჩვენ რა ვქნათ? და გადავედით ყველაზე ექსტრავაგანტულ როგორ ვთქვა? აი ესეთ რა ქვია, იმპროვიზირებულ და ტემპერამენტიან ცეცხლის სტიქია ვერძი ლომი მშულდოსანზე. პირადი. აპრილის თვე. ცეცხლის სტიქია. ცეცხლოვანები, ვერძი ლომი მშულდოსანია. ფაია, ცეცხლი. აპრილის თვე, პირადი, ვერძი ლომი მშულდოსანი. ვაუ. პირადი. ფინანსები, ცეცხლის სტიქია, ვერძი ლომი მშულდოსანი, აპრილის თვე 2026 წელი როგორი იქნება? ფინანსური მდგომარეობა ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის. რატო? რა ხდება? არა. არასწორად გამომივიდა რაღაც საიცოდით. კარტები გადავარდნილი მქონდა თავიდან.
ცეცხლის სტიქია, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ფინანსური, მატერიალური მდგომარეობა აპრილის თვე. როგორი იქნება 2026 წლის აპრილი? ვერძი, ლომი, მშვილდოსანი. და რა თქმა უნდა რჩევა. ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ცეცხლის სტიქია. აპრილის თვე. რას ურჩევდით? ცეცხლოვან ნიშნებს მესიჯებზე. რატო ჩემო კარგებო, რატო? რა ხდება? კარგით. მოკლედ დავიწყებ ახლა პირადით აღდგენა გაქვთ პირველ რიგში. უკაცრავად აღდგენა გაქვთ პირველ რიგში თქვენი ენერგიების და აქ ამოდის რომ სამყაროსთან კავშირი განუწყვეტელი. ასევე ამოდის ის რომ მიუწვდომლობა გაქვთ ეს არ ვიცი რა შეუპოვრები ხართ ასეთები ვერძები, ლომები და მშვილდოსნები, ფილოსოფოსები, ბრძენი, გურუები, რა ვიცი კიდე რა დავარქვა, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ეზოთერები, მაგები და მისტიკოსები. და ეს განუწყვეტელი კავშირი ზეცასთან არის, ცეცხლის სტიქია, ეს არის მანათობელი ენერგია. მაგრამ ნახეთ რამხელა ტრანსფორმაციას განიცდით. ძალიან დიდს. იცვლება ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი რატომ, აპრილის თვეში ასეა, თუმცა ეს ყველაფერი ცუდი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ წარსულში დაბრუნება. არის რაღაც მომენტები, რაც გაბრუნებთ წარსულში. ან წარსულ სიყვარულს გახსენებთ, ან წარსულ მოგონებას, ან თქვენ გამოჩნდება ადამიანი წარსულიდან და ცოტა გულდაწყვეტილები რო იყავით იმ ადამიანზე, არ ვიცი რა მოხდა, შეიძლება ბავშვობის ტრამვაც იყო. ნახოთ აბა პირადში წარსულ პარტნიორთან დაკავშირებით რა იქნება აპრილის თვეში. გამოჩენა რო არის ჩანს, კი ბატონო, გამოჩნდება და გეტყვით რომ ანუ უთქვენოთ, ასე ვთქვათ, ძალიან მარტოსულია. აი ესეთი რაღაც კონტექსტი იქნება ამ ადამიანისგან. ნუ თქვენ გააგრძელებთ თუ არა ურთიერთობას, ეს თქვენზეა დამოკიდებული, მე ვპროგნოზირებ, უბრალოდ კარტი, მე გადმოვცემ, როგორც გადმომცემი. რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, აქ რაღაცა ახალი გზა, ახალი სიტუაცია, ახალი ბიზნესი ჩანს, მაგრამ არის რაღაცა დაბრკოლება. ეს არის კამათი, კინკლაობა პარტნიორებთან, ბიზნეს სპონსორებთან თუ თქვენ ახლობლებთან, რაღაცა კამათი მოგივათ გაყოფა. მაგრამ ყველაფერი დალაგდება და თქვენი გამჭრიახობა და თქვენი შეუპოვრობა და თქვენი ენერგია გამარჯვების ახალი დასაწყისი, ხო? პირდაპირ აი თქვენი ხისტი ხასიათი და სიმართლის მთქმელები რო ხართ კიდე, აი ის გაჭრის პირდაპირ რო იტყვიან და აი თქვენი სიტყვა გაჭრის და გაიმარჯვებთ და ამოდის სტაბილური ურთიერთობა ოჯახში. ანუ ყველაფერი ისე გექნებათ, როგორც გინდათ რა. თან ამოდის ბევრი ვინც ხართ, ცეცხლის სტიქის წარმომადგენელი, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ეზოთერიით, ფსიქოლოგიით, პარაფსიქოლოგიით, ენერგოპრაქტიკებით, რა ვიცი, რა ვთქვა, ნუმეროლოგიით, ასტროლოგიით, აი ამ ყველაფრით, მისტიციზმით, მაგიით ხართ დაკავებული. ეს არის თქვენი ერთ-ერთი სფერო ცხოვრების, თქვენში ჩადებულია ეს ცოდნა, ანუ დაფარულ ცოდნებზე აქ საუბარი და რა თქმა უნდა, ინტუიცია გაქვთ ძლიერი და მიენდეთ თქვენ ინტუიციას, მაგრამ რაც შეეხება რჩევას, ნახეთ, აპრილის თვეში, ანუ აქ ამოდის დანაკარგი წერილი, სამწუხარო წერილი ასაკოვან ადამიანზე, ანუ რაღაცა არასახარბიელო
მომენტი იქნება, შეიძლება ახლობელი იყოს, შეიძლება ნაცნობი იყოს ვიღაცა, ისეთი, რაზეც გული დაგწყდებათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი გადის ახლა, ვერ უძლებენ ამ ენერგიებს, რომლებიც ძალიან აიწია და ახლა იმ სამ დეში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც დაიბადა, გაიზარდა, ანუ ხო, დიდი ხანი ვიყავით ამ სამ დეში და უცებ მეოთხე და უცებ მეხუთეში გადასვლა. ანუ ვერ უძლებთ მათი ფიზიოლოგია, მათი ფიზიკური სხეული ვერ უძლებენ ამას, უმრავლესობა ვიძახი. და რაღაცა აი ესეთი, ნუ ხა მე არ მინდა ხოლმე უარყოფით რაღაცების თქმა, ყოველთვის ვიკავებ თავს, რაც მოსახდენია მოხდება, მაგრამ ხა მოვიდა ასეთი ინფორმაცია კაცზე, რა თქმა უნდა, ასაკოვანზე. მაგრამ მაინც აპრილის თვე ვერძი ლომი მშვილდოსნისთვის რა იქნება? სასიხარულო. რა ამბავი იქნება სასიხარულო? ცეცხლის სტიქიის ნიშნის აპრილის თვეში სასიხარულო ამბავი. სასიხარულო ამბავი ამოდის ის, რომ მე არ ვიცი, ახლა რა სიტუაციებში ხართ. ვიცი, რომ ტემპერამენტი ძლიერი გაქვთ, ვიცი, რომ ენერგეტიკულად ძლიერები ხართ, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, მაგრამ ვიღაცა იყო დაკავებული, პირდაპირ აჩვენებენ და იმპრესიონი, ანუ ციხეს, ხო? ან დაატყვევებული თქვენ შიში, თქვენ რაღაცა, რაც გბორკავდათ და არ გაძლევდათ საშუალებას შეიძლება შინაგანად იყო ეს კომპლექსებია, ესეც შეიძლება ვთქვათ, ან ადამიანი პირდაპირ გაგებით და ესეთ მდგომარეობაში რომ საწავიდი არ ვიცის რა ვქნა, არ ვიცი, აი ეს ცუდი სიტუაცია მიდის, იმიტომ რომ იქნება ახალი დასაწყისი, როგორც ბავშვი დაიბადებით თავიდან, ამაში დაგეხმარებათ ოფიციალური პერსონა, ოფიციალური პირი, გენერალი, ნუ ხა აქ სიტყვაზე ვამბობ გენერალი, მაგრამ შეიძლება პოლიტიკოსი იყოს, ვიღაცა ესეთი მედლ ჩინიანი ან რაღაცა მედლებითა და იმეებით, რა ქვია, ნობელის პრემიის ლაურეატი. ნუ არ ვიცი, ვიღაცა ოფიციალური მაღალჩინოსანი დაგეხმარებათ, ხო? დაგეხმარებათ. და ესეც კარგია. მოკლედ ეს იყო რაც ვნახე ზოგადი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ზოდიაქოს ნიშნებისთვის, აპრილის თვე, თუ მოგეწოდათ დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ, თქვენგან ჩემთვის ეს, ანუ მადლიერებაა თქვენი მხრიდან და კიდე გავაგრძელოთ თქვენთვის საინტერესო თემებზე გაშლები, აბა თქვენ იცით. დროებით და წარმატებები.